ვაგზავნეთ მეგობრებო თამაშს წინა ვიდეოში ჩვენ გავჩერდით იქ სადაც უნდა დავამარცხოთ ციკლოპი. წინა ვიდეოები ვინც ნახა ეცოდინება რომ ციკლოპი არის ჩვეულებრივი კაცი, ოღონდ პოროტმოქმედი და ის აქ ცხოვრობს ახლა. აქ ცხოვრობს რა, აქ არის მისი ასე ვთქვათ შტაბი და მოვედით რომ ახლა უნდა დავამარცხოთ. საბოლოოდ შევხვდებით ამ კაცს და ნახავთ როგორ გამოიყურება მართლა გავს თუ არა ციკლოპს. თუმცა ადამიანია და არა რაღაც მითიური არსება ციკლოპი, ცალთვალა გიგანტი. არა, ეს არის ადამიანი, ოღონდ ცალთვალა და არის პოროტმოქმედი. მოვედით ციკლოპთან აბა ვნახოთ რა ხდება. Боги свидетели, клянусь! Какие боги? Неужели так важно? Все боги, клянусь! Все, что есть! Я в жизни не слышал, чтобы человек столько говорил о богах! Отпусти его! Никто на этом острове не смеет говорить этого! Он сказал циклоп? Это так тебя задевает? Я не люблю, когда люди зовут меня так! Я тебя... Но ты жирный. То есть большой и сильный. И у тебя, правда, один глаз. Глаз! Отдай! Отдай, и я пощажу твоего друга Маркоса! Отдай мне глаз! Отдать? Так возьми. მოკლედ ეს ციკლოპი მართლა ცალთვალა არის, თან დიდი არის, დაკუნთული და წააგავს ციკლოპს, ოღონდ შუაში არ აქვს თვალი. მოკლედ ახლა ჩვენი მისია არის, რომ ეს დავხოცოთ ეს ხალხი თავის ციკლოპიანად. აღჭურვილობა გვაქვს, გაძლიერებულები ვართ, მეხუთე რანგი მიღწეულია. ასე რომ წესით არ უნდა გაგვიჭირდეს ამათი დამარცხება, თუმცა ციკლოპი ძლიერია. მაგრამ არც ისე რომ ვერ მოვერიოთ. აი ესე უი რაღაც მომრავლდნენ. თხილად, ნელ-ნელა მეთოდურად ნელ-ნელა მოვიცილოთ თითოეული. თავარია ერთი არ დაგვიჭირონ, თორემ მე არ დაგუზოგავენ. ბევრი არის მომრავლდნენ. ნელ-ნელა უკან დავიხიოთ. ერთი მოვიცილე. ეს მეორეც, აჰა, თვითონ ციკლოპიც ჩამოვიდა. მესამე. მეოთხე. ციკლოპიც მივაღოლეთ. ახლა უნდა გავათავისუფლოთ კაპიტანი, წეღან რო აღვინავებდი კასრში. ესეც მოვიცილეთ და წავედით აბა. ავკრიფოთ თუ რამე დარჩათ ამათ ფული, რა ვიცი. მოკლედ ასე ვკრიფავ, თუ კი რამე ასაღებია, არაფერი არ დატოვოთ. აბა დაველაპარაკოთ ახლა კაპიტანს. Нельзя больше откладывать. აჰა, გავათავისუფლეთ. Пусть найдутся друзья на Кефалинии. უნდა გავყვეთ ახლა. კაპიტან ბარნაბას.
მოკლედ როგორც იქნა, ციკლობი დავამარცხეთ, ციკლობი მკვდარია. ერთით ნაკლები ბოროტმოქმედი ყავს კუნძულ კეფალინიას. ცოტა ისეთი სახელები აქვს, ქართულად ძნელად გამოსათქმელია. კეფალინიის კუნძულს ციკლობი აღარ ახლავს. აბა ახლა დაველაპარაკოთ. მეგონი აქ უნდა ვილაპარაკოთ წესით. კი ბატონო. Спасибо тебе. Тому, кто всю жизнь провел в море, было бы позором утонуть в глиняном горшке. Ах да, забыл представиться. Я Варнава, капитан Адрести. Что ж, Варнава, рада познакомиться. Я Кассандра, наемница. Ха-ха-ха! Уверен, что ты здесь не случайно. Ты о чем? Пока меня держали под водой, я молился богам. А когда вытащили, я увидел тебя. Тебя слышала вся Кефалиния. Я просто оказалась ближе всех. Ха-ха-ха-ха! Просто шла мимо. Опасно, как Ахилл и с орлом Зевса над головой. Так у тебя есть корабль? Конечно. Упаси меня боги застрять тут навсегда. И где он? Благодаря тебе все еще в гавани сами. Возможно, сама судьба свела нас вместе. Мне нужен корабль и команда. Ха-ха-ха! Ты спасла мне жизнь. Я оскорблю богов, если не предложу свою помощь. Ты согласен? Я и мой корабль к твоим услугам. Ты впрямь не из этих мест. Ха-ха! О нет! И слава богам! Пойдем, покажу тебе Адрестию. ახლა კი უნდა წავიდეთ ნავსადგურში და ვნახოთ ბარნაბას გემი აბა როგორი აქვს. და მე მგონი თანდათან ახლოვდება კასანდრას წასვლა კეფალინიიდან. ნუ სიუჟეტი და სცენარი ისე განვითარდა, რომ გემთან უნდა მივიდეთ და დიდი ალბათობით, ესე იგი, ტოვებთ კუნძულს და მივდივართ კეფალინიიდან. რაც ვკითხა ელპენორმა, ხო, სადღაც რომელიღაც კუნძულზე გზავნის, სხვაგან მეგარიდში, მეგარიდი ასე დაარქვა, ასე ქვია. და მეგარიდში უნდა წავიდეთ, გავცუროთ და ვიღაც მეთაურის მოკვლა დაგვავალა ელპენორმა. და იქ გაგრძელდება კასანდრას ოდისეა, ანუ მოგზაურობა. ამ კუნძულზე ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთეთ, ერთი ბოროტმოქმედი მოვიცილეთ, ციკლობი აღარ არის უკვე ამ კუნძულზე. ერთი არტეფაქტიც მოვიპოვეთ, განსაკუთრებული, ეს არის პენელოპას სამოსელი, სუდარა, ოდისევსის ცოლის. და უნდა მივიდეთ ახლა გემთან და გავაგრძელოთ თავარი ოდისეა. ბარნაბას გემი აქვს თავისი და ასე ვთქვათ, ჩვენ უხელმძღვანელებთ ამ გემს. ჩვენი იქნება, ასე ვთქვათ, ეს გემი ფაქტიურად. აქ სამჭედლო არის და აქ საინტერესო რაღაც არის გაჩვენებთ. სამჭედლოში შეგვიძლია რაღაცები ვიყიდოთ და გავყიდოთ. აქ ბევრი დაგროვილი იარაღი მაქვს, რომელიც უკვე აღარ მჭირდება, იმიტომ რომ რანგით გავხსდი. მე 5 რანგზე ვარ და აღარ მჭირდება ეს მესამე, მეოთხე და ესეთი იარაღები. და იარაღები შეგიძლია ან გაყიდო, ან დაშალო. მე მაგალითად დაშლას ვამჯობინებ, იმიტომ რომ ეს მასალა შემდეგ სხვა რაღაცებში გაუმადგება და ფულს სულ ვიშოვებ, ფული იშოვება
ყველგან ყრია, მაგრამ მასალა ცოტა რთული მოსაპოვებელია, ამიტომ ასეთ იარაღებს და აღჭურვილობას, რომელიც აღარ მჭირდება, ვშლი მასალად. ეს მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაჭერით, შეგიძლიათ დაშალო ეს აღჭურვილობა და იარაღები და დაგიგროვდება მასალა და ფულით შეგიძლია მარცხენა ღილაკით გაყიდო და ფული შემოგივა. მაგრამ მასალა უფრო ძნელი მოსაპოვებელია და მე ამას ვამჯობინებ, რომ დავშალო ყველა იარაღი და დავაგროვო მასალა და აი ყიდვით შეგვიძლია მაგალითად ასე ვიყიდოთ, მაგრამ არ არის საჭირო არაფრის ყიდვა, იმიტომ რომ გზადაგზა მაინც იშოვი ამ ყველაფერს სკივრებში და ასე შემდეგ. მოკლედ გავაგრძელოთ, ახლა მივიდეთ ბარნაბასთან და მე მგონი მოახლოვდა კასანდრას წასვლის დრო და შემდეგ ვიდეოში გავემგზავრებით კეფალინიიდან. Когда пожелаешь, капитан. Стой! Подожди, Кассандра. Я собрала все, что нужно. Хочешь плыть с нами? Куда ты, туда я. Феба, ты еще мала. За тобой некому присматривать. Этого и не нужно. Я сама могу справиться. Как-нибудь в другой раз. Хорошо? Но я не буду мешать. Честно. Раз мне нельзя, возьми Хару, Хару? орлицу, мою подругу. Подарок моей мамы. Ну, пусть будет с тобой, напоминает обо мне. Станет твоей подругой. Спасибо, Феба. Обещай, что когда-нибудь мы увидимся. Обещаю. Обязательно увидимся. А до тех пор будь умницей. Не волнуйся, буду. Ладно, до встречи. Кассандра! Покинешь Кефалинию, не попрощавшись с лучшим другом? Быть того не может. Не может. Ты ведь уже здесь. Прощай, Маркос. Мы были прекрасной командой, а теперь расстаемся. Конечно, без помощника мне не обойтись, но тебя не заменить. Ну что, обнимемся? Ладно, иди сюда. Да, чудесно. Ох, как же я буду скучать, Кассандра. Да, Маркос. И я тоже. Чем будешь заниматься теперь? Пить вино. Хотя оно, конечно, может выдохнуться, но я всегда готов к приключениям. Кстати, милая Феба, для тебя есть задание. Задание? Да. Как думаешь, она достойна занять твое место? Выходим в море. Готовь корабль. Отплываем. Славно. Мы и так задержались на берегу.